მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, მე ხატია ვარ, ეს მადის აღზრდილი პოდკასტი, რა თქმა უნდა, და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემ YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და იყოთ ჩემთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ ჩემ სტუმარს, მალიბუ ტუღუში ამერიკიდან მესტუმრ. პირდაპირ აქ. მალიბუ როგორ ხარ? კარგად, შემოძვირფასო, შენ როგორ ხარ? კარგად და ძალიან დიდი მადლობა მართლა, რომ ესე დრო გამომიყავი და მოხვედი. მე ხო გითხარი, ეს არის პირველი პოდკასტი, სადაც ვარ და ძალიან გულშემატკივრობ, ძალიან მომწონს ის, რასაც აკეთებ. იმიტომ რაღაცა ძალიან კომფორტულია, ეს მოსწავლესავით არ გიწევს და რაღაცა ის ძალიან კომფორტულია, ძალიან მეგობრულია და ძალიან მომწონს. მე მინდა ყურადღება გაგამახვილებინო ჩემს მაგიდის სუფრაზე. სუფრა, ესეთ რაღაცებს დედაჩემს უყვარს ძალიან. ხო, ეს არის სხვათა შორის ქართული კომპანია თენას სუფრა. თენა აწარმოებს მაგიდის სუფრებს, თეთრეულებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვათა შორის ეს არის წყალგაუმტარი, რო იცოდე. წყალო დავასხათ ნებისმიერი სასმელი, შეგვიძლია როგორ მოვწმინდოთ და დედა გიყიდი ეს. შენ არ გიყვარს, მაინტერესებს ესეთი ინტერი. არ გიყვარს. არა. ჩემთვის რაც შეიძლება ნაკლები რამ უნდა იყოს სახლში. მართლა დედას უყვარს ძალიან და ხო იცი რაც დედას უყვარს ის ჩვენთვისაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ამიტომ შეიძლება მართლა ეს გავაყოლო ხელს დედიკოსთვის 1-2. ხო და თენა რა თქმა უნდა საჩუქრის გარეშე არც ერთ ჩემს სტუმარს არ ტოვებს და საჩუქ აქ დღეს შენ იცოდე რომ საჩუქრები წახვალ. ეგ არის ჩემი ისა ჰობი ხო იცი საჩუქრების მიღება და გაცემაც ოღონდ გიждები აი ჩემთვის ერთ-ერთი ისეთი აქტივობაა რაც აი უდიდესი ამოვნებას მანიჭებს, როგორც გაჩუქება, ისე მიღებას. თავისთავად. აბა, აგერ გვაქვს. თენა გადმოგცემ შენს მაგიდის სუფრას. აუ, დედიკოს ძალიან გავხარდება. მე ხო, ბოდიში დედას გადაეცი ჩვენგან, თენასგან და აბა, მოიღე როგორი პრინტი შეგხვდა შენ. როგორი ბროწეულებია, მოიცა. შენს ბროწეულები. დაანახე კამერას. კი, ეს აქ დავდოთ. აი ესეთი ბროწეულები შეგხვდა და შენთან მაქვს ეს ვიცი რომ ძალიან გაგიხარდება. ой, მართლა რა ლამაზია და ის არის ძალიან კაი სოვილი კი. ძალიან დიდი მადლობა. ასევე მინდა სხვა ჩემი პარტნიორების უსებ გაგაცნო, ჩემი საყვარლესი პარტნიორები ბომბარი. ეს არის პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები. თუ ტკბილი მოგვინდა. მე რა ცუდი სტუმარი ვარ, არც ტკბილი მიყვარს, არც არა, უნდა გიყვარდეს. დღეს გიყვარს ცოტა ყველაფერი. უარი არ ვიქრა. ხო და ეს არის თუ მოგინდება ტკბილი შოკოლადების მოყვარულებს, რომ უშაქროა და შეგვიძლია რომ თავისუფლად მივირთვათ. საერთოდ არ შეიცავს შაქარს? ხო, შაქარს არ შეიცავს და ამ მიმართულებით არის ძალიან სასარგებლო. შემდეგი ჩემი მეგობარი პარტნიორი არის მაღაზიათა ქსელი სპარი, სადაც სპარში შეგვიძლია ყველანაირი პროდუქტი მოვიპოვოთ, მათ შორის სპარს აქვს ექსკლუზიური პროდუქტები, რომლებსაც მხოლოდ სპარში შევიძენთ და დღესაც აქ წარმოდგენილია ამერიკული კოლა, ასევე კუკისები, ამასაც მე დავაგენებ. ეს ის არის ხო ჩვენ ბებუები და დედები მოსაქვია. ნემს და ძაბს რომ დებნე ხო? კი, დღეს უნდა მეთქვა, ეგეც უნდა აღმენიშნა. ამაში თუ ეხა კუკები არ მჯერა, ოღონდ ხო, რომ ნემს და ძაფი უნდა იყოს ამაში მართლაც. ეს არის დანიური კუკისები, ძალიან გემრიელი, მხოლოდ სპარში შეგვიძლია რომ შევიძინოთ და ასევე ამერიკული კოლებიც და ლოსალტის მარილი, ჯანსაღი მარილი დიდი ბრიტანეთიდან. მოკლედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ კიდევ უფრო კონკრეტულად და მთავარი ამბავი მოკლედ სუშის ჭამთ დღეს მეგობრებო. რა თქმა უნდა, იმიტომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რამ არის სუში. ხო, სხვათა შორის ჩემს აი რამდენი სტუმარი მყოლია ამ პოდკასტში და უმეტესობა სუში არის გამარჯვებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ჭამთ სუშის და მეც ძალიან მიყვარს და ხო, სუში საქართველოში ალბათ დელიკატესია, ხო, ესე ხო და სხვაგან არ არის ეგეთი ძვირი მაგას ამბობ ხო? ხო, არ არის ხა. მე ხა მე სადაც ვცხოვრობ სახლის ქვემოთ არის რაც სუში აი ძალიან იაფია. დრაკაი სუშიმ გამოგვიგზავნა სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სუში. დრაკაი სუში მდებარეობს ტატიშვილის 14 ნომერში, მეგობრებო. შენ რომელს გადაიღებ? მე სალმონის გოგო ვარ. ესეც სალმონია თუ არ ვწდები, ხო? კი. მე ვიცი რომ ყველაფერი ორაგულია. კაი. ამას ზემოდან აქვს ეს მიყვარს. ეს ამის შიგნით. ოკეი. კაი. შენ თუ იცი სუშის მომზადება? კი, გამიკეთები ახლა რო გითხრა რომ ხო. მე ზოგადად მე საერთოდ ძალიან ცუდი ცოლი ვიქნები და
იმიტომ რომ აი არ მგიჟდები რა სამზარეულოში ტრიალზე თუ რაღაცა რო გითხარ ხა ხელით საოცარი მაქვს და საოცრებებს ვაკეთებ თუ მაგრამ აი ერთ-ერთი რაც მართლა ძალიან კარგად გამომდის ეს არის აჭარული ხაჭაპური ოჰო ამას ცოდნა უნდა ძალიან რთულია ჩემი აზრით არა ძალიან რთულია მე პირველად რომ გავუკეთე ისეთი სასაცილო აჭარული გამოვიდა რა არის მაგრამ ნუ პრაქტიკაში მოდის და სუში გამიკეთებია კი ახლა ოჯახთან ერთად რომ მოგდამებია თქვა ესე გვითამაშია და გაგვიკეთებია. ხა მე ამას გადავიღებ მაშინ. მე ამას ავიღებ. რომს იღებ? აი ამას. გენაცვალე ხელით. ოპა, ხელით ხო ხა არ დამზრახოთ. ხა ამას აქ დავდებ მაინც. რა? აბა, მე ძალიან დიდი კი არის ახლა. ისე მეუხერხულებ ახლა რომ უნდა ძალიან ხერხული. პირველად ვაკეთებ ესეთ რაღაცას. ძალიან ხერხულია. ვაი. ამ ტრამში რა ვშვებით ისეც კაცო. ხო, ეს ახლა მთლად უნდა ვჭამო. აია. ამა ყველაზე მაგარია რა. კაი საჭმელსაჭები არის. კაი ეს სხვა შორის ის არის ფრეშია რა. მეც ძალიან მომეწონა. განგმრელია. მადლობა კიდევ ერთხელ რა კაი სუშის. რა მინდა იცი? აქ ხო წარმოდგენილი მაქვს ახლა სასმელებიც. ეს არის ამერიკული კოლა. თუ გნებავთ კოლას ალტერნატიული გემო რომ დაგემოვნოთ. ეს არის ამერიკული კოლა? კი, ეს არის ამერიკული კოლა, რომელიც მხოლოდ სპაში იყიდება. ეს არის არა, ეს კლასიკია, ალუბრით არ არის. ეს კლასიკია, ეს ფორთოხლით და ეს ფორთოხლით. ხო. შენ რომელი გინდა თუ კლასიკს დაგემოვნებ? კლასიკს დავაგემოვნებ. საკმარისია. ვა. ტკბილია ცოტა ჩემთვის. მაგრამ გემრიელია. სხვათა შორის მე როგორც ამოვიკითხე, ეს ამერიკული კოლა ევროპულისგან განსხვავებით, ხო, უფრო შედარებით სიტკბოთი გამოირჩევა. კი, ძალიან მე სხვა შორის ძალიან მიყვარდა კოლა. ჩემთან ოჯახში ყველა მიცოდა, მეგობარმა, ოჯახის წევრმა, აი ნათეს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მიცოდა ჩემთან თუ ამოდიოდნენ, აუცილებლად კოკა-კოლა უნდა ამოეტანათ და ამერიკაში რაც წავედი საცხოვრებლად, იქ იმდენად არ მომეწონა გემო. რას ამბობ? რა საერთოდ ვეღარ ვსვამ. ხო, ძალიან უცნაური არა და რა ვიცი, ყალზე არის მე მგონი დამოკიდებული ამბობ. აი არ ვიცი, იქ იმდენად არ მომეწონა. ერთადერთი აი თუ ძალიან მომინდა ხოლმე, შეიძლება დავლიო, აი შუშის იქ მექსიკურ კოკა-კოლას ეძახიან. შუშის ბოთლში ესე მაღარი კოკა-კოლა, შედარებით თითქოს გემოთი ემთხვევა რა. მაგრამ ხო იქ ვეღარ და ძალიან მიყვარდა. მაგრამ ხო იცი ზოგი ჭირი მარგებელია. კი, რა თქმა უნდა, ჯობია რომ არ. ჯობია რომ წყალი დავლიოთ, მოდი ყველაზე კაი ვარიანტია, მაგრამ ნუ ხა მე ძალიან მიყვარს გაზიანი, აი ჩემი სისუსტე. გაზიანები, გიჟდები ისე მიყვარს, ხო და ამის გემო, მაგრამ არ ვიცი იქ ეროჩავა მოვძებნი. ხო. ეს საქართველოში კი სპარში მოიკითხეთ ამერიკული კოლა ექსკლუზიურად მეგობრებო. ვაუ. ძალიან პრეტენზიული მჭამელი ხარ ისე ხო მართლაც? არა, პრეტენზიული მჭამელი, იცი, ზოგადად მე ესე ვცხოვრობ, დილით რომ გავიღვიძებ, რასაც ღმერთი მომცემს. ის არის საკმარისი. ასე რომ ახლა რო გითხარო თქვათ შეიძლება მქონდეს შემწვარი კარტოფილი და პური და მე ამაზე შევჭამ და სუში მინდა არა რა სისულელია მაგრამ არის რაღაცები რასაც უბრალოდ ვერ ვჭამ აი მაგალითად შემწვარი ხახვი თუ აქვს რამეს ან მოხარშული ხახვი თუ ხო ნუ ეს რაღაცები არის მაგრამ უმიხახვი ძალიან აი მაინტერესებს ამერიკაში როგორ იკვებები ხო იმიტომ რომ ამერიკული კვება ხშირად ამბობენ აი სუ ჯანკ ფუდთან არის დაკავშირებული და რაღაცა და აი შენ შემთხვევაში ალბათ იცავ აი ამ არაფერსაც არ ვიცავ უბრალოდ არ ვჭამ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ უმეტესად არ ვჭამ უბრალოდ იმიტომ რომ დრო არ მაქვს და როცა დრო მაქვს ძალიან მეზარება მოდი გულწრფელი ვიქნები მე არ მიყვარს ტყუილები მეზარება რა აი მართლა მეზარება თუმცა მე ამერიკაში გამიმართლა ძალიან რომ მყავს საუკეთესო მეგობარი ნინო
რომელიც არის საოცარი მზარეული. ის რაღაც ეს სავათების, ჯანსაღი რაღაცეების გაკეთება ისე კარგად გამოსდის და უყვარს თან მას. რომ მეც უკვე ხო ხვდები სხვა გზა არ მაქვს და ის რო გააკეთებს, მოდი კარგი მოდი მეც შევჭამ, თორე ნინა გავდეს, დედას ფიცავ არ ალბათ ჩიმშილით რა ვიცი. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯანკფუდები არა, ალბათ უფრო თავიდან. ხა რო ვიხსენებ, რო ჩავედი ამერიკაში სუსუსუ თავიდან, პირველი 5-6 თვე ალბათ მიწევდა კი, იმიტომ რომ მაინც სტრესში ხარ და რაღაცა ხა იქ ვინ გაგიმზადებს ან შენსად გაქვს მაგის არც ფუფუნება გაქვს მაგის არც სახლი გაქვს ხო ხდები რაღაცა ერთ პატარა ოთახში ხარ გამოკეტილი იქ ხა სადრა უნდა გააკეთო და ხო ალბათ უფრო უწევთ კი რა და მეც მიწევდა რა ჯანკფუდი ყველაზე გემრიელად სადგიჭამია რაც დაგამახსოვრდა აი თუნდაც ქვეყანა ან ადგილი რაც აი ყოველთვის გახსოვს მაგის გემო აუ ძალიან ბანალურ პასუხს გაგცემ ოღონდ მართლა გულწრფელად ეგრეა ჩემთვის ყოველთვის ჩემთვის ყველაზე გემრიელი საჭმელი არის ის, რასაც დედა მიმზადებს. ოღონდ აი ხუმრობის გარეშე. ყველაზე მაგარი პასუხია მართლა, ხო? რამდენჯერ ამერიკაში რო ვარ ხოლმე, აი როგორ მინატრია, იცი რომ აი ხა დედიკოს დაწყობილი მჭადი და ყველი მაჭამა, თქო, აი ვერ აგიხსნი რა და მე მგონია რომ დედის გაკეთებულ კერძზე გემრიელი ამ ქვეყნად არაფერი არ არის და ისე ხა რა თქმა უნდა რაღაცები გამისინჯავს, რაც ვაუ მაგარია, მაგრამ მართლა რომ რაღაცა ხა გავიხსენო, არა. ზოგადად პირველ პაემაზე შენი აზრით რედ ფლეგი საჭმელი რა არის? თავარი არ ვამნოთ ადამიანს, თავარი არ ვაწყენინოთ ადამიანს, გული არ ვატკინოთ, დანარჩენი თუ მინდა შაურმას შევჭამ პირველ პაემაზე, თუ გინდა, არ ვიცი, ხაში ჭამე პირველ პაემაზე, ღმერთმა შეგარგოს, რაც მოგწონს და გიხარია და შენს გულს უნდა ის მიირთვი რა, ხა. და აი მართლა არ მესმის. კარანტინში რო ვიყავი, ჭამის მის გეხოძები, ხა რას ვაკეთებდი და ის იცი როგორ გავსუქდი. მე კარანტინში არ ყოფილვარ, იმიტომ რომ ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩემთვის არ იყო და დავდიოდი და ეხა რომ მეუნებიან. იმიტომ არაფერი არ გეკითხა. არა ხო? 20 კილო რა. აბა მე მკითხე. შენც შენი რა ხარ გენაცვალე. ჭამის მეც, აი მე და დედიკო ხან რას ვაცხოდით, ხან რას ვაკე 90 კილო ვიყავი. ისე რაღაც ხრი ეხა რომ ვწოდნო და რომ ყველანი ჯვარი გწერია დასრულდება გამოვიკვლევთ ამ ჯანდაბა კორონა რა არის ისე რაღაც კაი დასვენება გამოვიდა რა ნეტა ეხაც ხო შემაგდო ისეთი დაგვარეფრეშა სამყარო ხო მაგრამ არა ძალიან სტრესო მაგრამ არ გვინდა ეგეთი რეფრეში რა შემინდა ხო არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები ვინც დარჩნენ ხელფასის გარეშე შემოსავლის გარეშე ყველა სხვა არ აქვს დანაზოგი ხო ყველას არ აქვს ამის ფუფუნება რომ შეინახოს თუნდაც 500 ლარი გადადოს იმიტომ რომ ეს 500 ლარი არის რასაც აკეთებს თვეში საერთოდ ხვდები და მაგიტო ხო ზართულია მე მაგალითად კარანტინის დროს მაშინ თბილისში სახლი არ მქონდა და ქირით ვცხოვრობდი და უკარგე სახლი ქირით კი იმიტომ რომ ვერ გადაიხადე გამომიშვეს ხო მაგრამ ნუ არსებობენ კეთილი ადამიანები ძვირფასო არსებობენ ადამიანები ვინც აი ესე უბრალოდ გეხმარებიან და ამაში გამიმართლა რა ძალიან და გაგვიმართლა და აღმოჩნდით საოცარ ადამიანებთან რომ რო გითხარო ხა რაღაცა ხო სტრესი მივიღეთ არა ანუ ესე მოხდა და უცებ აქ აღმოჩნდით ყველაფერი რაღაცის გამო ხდება მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ მე გამიმართლა მე მყავდა ადამიანები გვერდით ვის დამეხმარა და ნუ მეც შემეძლო რაღაც რა და არიან ადამიანები ვისაც არ შეეძლოთ ეს ყველაფერი რა და ამიტომ ხო რამდენადაც შეიძლება კარგი იყოს სახლში ჯდომა და ნამსხვრების ცხობა იმდენად ვიღაცეებისთვის ძალიან რთული იყო რა კი მარილი რამდენად გიყვარს? მარილიანი საკვები არ მიყვარს ზოგადად საერთოდ, ასე რომ, მაგრამ ეს არ ვიცი ახლა როგორი მარილია, თუ მარილს ვიყენებ ზღვის მარილს. ხო. ასია თუ ისეა, მაინც ხანდახან უნებრივია, რა თქმა უნდა, მაინც ხანდახან ახლა მარილს ვიყენებ კი. ეს არის ლოს-ალტის მარილი დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც აქვს 66%-ით დაბალი ნატრიუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ დიეტაზე ხარ ან ისედაც არ აშუპებს ორგანიზმს, სითხეს არ აჩერებს ორგანიზმში, ასევე წნევას არ რეგულირებს და მოკლედ ძალიან ჯანსაღი თვისებების მქონე მარილია. გემოზე იგივეა, თუმცა სხვათა შორის ბევრმა თქვა, რომ სხვადასხვა სახის მარილი გამოუყენებია, მაგრამ ეს აი უფრო წვრილი არის, უფრო გემონურ თვისებებსაც ინახავს, როგორც აქვს მარილს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. რა თქმა უნდა, დოზირებულად ხო, რა თქმა უნდა. და ეს მარილი მინდა რომ გადმოგცე შენ.
მოკლედ დღეს სახლში წავალ, ჩემ დედიკო ძალიან ბედნიერი იქნება ერთი სიტყვით. კი, მინდა რომ დააგემოვნო. მიხარია დედიკოსაც თუ ვახარებთ და კი, დედიკოს უყვარს ამ დროს ფუსფუსი. მადას რა გიღზრავს ცხოვრებაში? აი გადატანითი მნიშვნელობით რას მეტყვი შენ? ჯერ პასუხს გაგცემ. ხო. ემოციები. კარგი ემოციები. და რატომ? მე ზოგადად ვთვლი, ყოველ შემთხვევაში მე ესე ცხოვრობ, რომ ჩემთვის ძალიან მეორე ხარისხოვანია მატერია, ფული, ის თუ რამდენი სახლი მაქვს, რამდენი მიდევს ანგარიშზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გულწრფელად ვფიქრობ და ვფიქრობ რა სიმართლეა, საბოლოოდ არაფერი არ მიგუყვება რა. საბოლოოდ, როდესაც ვიძინებთ და დავიძინებთ სამუდამოდ ბევრი წლის შემდეგ. მთავარი არის ის ემოციები, ის თუ როგორ ვიცხოვრეთ, ის თუ რამდენი ადამიანის გაბედნიერება შევძელით, რამდენად სწორად ვიცხოვრეთ და ყოველთვის როცა ვფიქრობ რაღაცის გაკეთებაზე, მაგალითად, მინდა რომ ვთქვათ, უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, ამას რომ ვფიქრობ ყოველთვის წარმოვიდგენ, რამდენად ბედნიერი იქნება დედა, რამდენად გავაბედნიერებ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ვუყვარვარ, მართლა უხარიათ ჩემი კარგი და მეც რამდენად ბედნიერი ეს ემოციებია ჩემთვის მართლა იგულწრფელად ყველაფერი ტრიალებს ემოციების გარშემო. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მგონია რომ ამ ქვეყნად არაფერი არ გაგვაჩნია ადამიანებს. ძალიან კარგი პასუხი იყო მართლა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ემოციები, იმიტომ რომ ბევრი წლის მერე როცა გავიხსენებთ მოგონებებს, აი ეს უნდა გქონდეს ბევრი დაგროვებული. წავალ ის ემოციები რაც შენთან მივიღე, ბედნიერი წავალ აქედან და იმედი მაქვს რომ შეც ბედნიერი წავალ აქედან. ანუ აი ზოგადად რა არის ადამიანი? ადამიანი თავიდან ბოლომდე არის ემოცია, ადამიანი თავიდან ბოლომდე არის მისი საქციელი, თუ როგორ ექცევა სხვა ადამიანებს, რა გრძნობებს იწვევს სხვა ადამიანში. ეგ არის და მეტი რა არის მითხარი, არც არაფერი, თორე დღეს შეიძლება, არ ვიცი, $1,000,000 მაქვს ანგარიშზე და ხვალ 1 ცენტიც არ მქონდეს ანგარიშზე და ვიღაცისთვის შეება არავინ ვიყო, იმიტომ რომ მე ფული არ მაქვს თუ რაღაც. ან ფული მაქვს და რაღაცა ძალიან მაგარი ვიყო და ეს ძალიან არასწორია. მთავარი არის ემოციები, ერთმანეთს რას ვაძლევთ. ხო, აი ხვალ ვინ ვიქნები, მექნება თუ არა ის ფული, შეიძლება მაგით არ უნდა განსაზღვრო რა. დრონი მეფობენო, არის ესეთი გამოთქმა და არა მეფენიო და მე მგონია რომ ველაზე სწორი გამოთქმა რაც კი არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ არავინ ვიცით, ხვალ სად ვიქნებით, ხვალ ვინ ვიქნებით. დღეს რომ ის მაგალითად ვიღაც ამპარტამანია და ზემოდან მიყურებს, ხვალ შეიძლება მე ვიყო მის ადგილას. შეიძლება მე გიყურო ზემოდან, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვყურებთ ზემოდან. არა, ხო და აი არ არის სწორი რა, აი მე საბოლოოდ მაინც იქ მივდივარ, რომ თავარი არის ემოციები, რა ემოციებს ვიწვევთ ერთმანეთში. შენ ნათქვამი გაქვს, რომ მე თავს არავის დავაჩაგვრინებო და ძალიან მაგარია ეს, იმიტომ რომ ვიღაც ბევრს უმეტესობა შეიძლება არ კონდეს, ან რაღაც ადამიანების ნაწილს ეს უნარი, ხო, თავის დაცვის. აი ეს მითხარი და მომიყევი რა, ხო, აი ეს, რომ თავს არავის დავაჩაგვრინებ, აი რას ნიშნავს ეს? ზოგადად ვთვლი, რომ არავის აქვს უფლება, თუნდაც ეცადოს, რომ ვიღაც დაჩაგროს, ვინ ხარ? ღმერთი ხარ? ღმერთი რომ ღმერთია, ღმერთი არ ჩაგრავს არავის, ღმერთი იღებს ყველას და შენ ვინ ხარ, ადამიანი ხარ, არაფერი არ ხარ, ხდები ძალიან პატარა ხარ და შენ ვინ მოგცემ ის უფლება, რომ ადამიანს თუნდაც აგრძნობინო, რომ რაღაცით ნაკლებია ის შენზე. არავითარ შემთხვევაში. მე კი ბავშვობაში ყოფილა სამწუხაროდ რაღაც ეტაპები ჩემს ცხოვრებაში, რომ კი ამას ცდილობდნენ, ყოფილა ბულინგი ასე შემდეგ, მაგრამ ვინ არის ის მითხარი რა, როგორ შეიძლება მის ნათქვამს ჩემზე რაიმე გავლენა კონდეს. ბუნებრივია რა თქმა უნდა, უცებადი ესეთი რეაქციით შეიძლება რაღაცა ვაიმე და მართალია თუ რაღაც წახვიდე ფიქრებში, მაგრამ ეს ხა პირველი რეაქცია, აფექტი ბუნებრივია, რომ ვერ გააკონტროლებ, მაგრამ გულისხმობა აი უკვე შემდეგ, როდესაც დამშვიდები, როდესაც უკვე ცივი გონებით შეხედა, უნდა მიხვდე, რომ ზოგადად ჩაგვრა რა სიტყვა, რას ნიშნავს, არ გვაქვს ამის უფლება, არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს ამის უფლება, თუნდაც იმსახურებდეს. ხო. არ გვაქვს ამის უფლება, ჩვენ არავინ არ ვართ. ჩვენ არავის
ღმერთს არ მოუწია ჩვენთვის იმის უფლება, რომ ჩვენ ერთმანეთი დავჩაგვროთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ცუდი ვუთხრათ, რომ მე შენ გითხრა, რომ იცი რა, მე შენ არ მომწონ ხარ და შენ ძალიან ცუდი ხარ, მე ვინ ვარ, რომ შენ ეს გითხრა. თავარია შენ მოგწონდა საკუთარი თავი და თავარია დილით რომ გაიღვიძებ, შენ იყო ამაყი საკუთარი თავი და ბედნიერი იმ ყველაფრით, რასაც აკეთებ, როგორც ცხოვრობ. შენ იყო მართალი შენს გულთან, შენს გონებაში, შენ იყო მართალი და შენ თვლიდე რომ შენ სწორად ცხოვრობ და მე ვიცხოვრებ ისე როგორც მე მინდა რომ ვიცხოვრო. კი, აი როგორ მართავ საკუთარ თავს. მე ვიყავი ძალიან აფექტური ადამიანი. ძალიან აფექტური ადამიანი ვიყავი. ვერ ვაკონტროლებდი, როდესაც ვბრაზდებოდი. ბევრი ვიშრომე და ბევრიც ვისწავლე. თუ როგორ მეკონტროლებინა ეს ყველაფერი, ეს ბრაზი, ეს ყველაფერი არ ყოფილიყო რა, რომ რაღაცა შვიდად შევხვედრილი ყავი რაღაც საკითხებს, მაგრამ აი ეს ყველაფერი მომცა ამერიკა. ხო, ამერიკამ მასწავლა ძალიან დიდი მოთმინება, რომ რაღაცაზე რომ გაუბრაზდებოდი, იცი რა, მოდი დამშვიდი ახლა ჩემი ყველაზე დიდი მოკლედ მარტივად რომ თქვა, როდესაც ძალიან ვბრაზდები და ვგრძნობ, რომ ისე ვბრაზდები, რომ შეიძლება ძალიან არასწორად მოვიქცე, ვიღაცას ვატკინო, ვაწყენინო, მივდივარ ტაძარში, ვანთებ სანთელს და ღმერთს ვთხოვ, რომ მომცეს ძალა და მოთმინება. მოთმინება უნდა შეგეძლოს რა, დროს უნდა შეგეძლოს, რომ დროს მისცე დრო. ეგ არის ყველაზე მაგარია. კი, და მე ეს არ შემეძლო, ხაცა ძალიან ისეთი. ხო, და აი საქართველოში რატო არ შეგეძლო? აი ამერიკაში რატო შეძელი? ალბათ ბავშვიც ვიყავი, შეიძლება ასაკობრივიც იყო. ალბათ. არ ვიცი, შეიძლება, ხო. ამერიკაში ალბათ ბევრი სამსახური გამოიცვალე ისეთი, რომელიც ძალიან რთული იყო. ხო, რთული იყო. მოხუცთან ალბათ. ხო, აი მოხუცთან ერთხელ ვცადე. და მივხვდი რომ დავაზიანებდი იმ ადამიანს, იმიტომ რომ არ ვიცოდი და თან ისიც მივხვდი რომ საკუთარ თავსაც დავაზიანებდი, ხა რაღაცა როცა მართლა საერთოდ არ იცი, თან იქ ისეთი პროფესია, რომ უნდა იცოდე, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე გბარდება რეალურად და შენ უნდა იზრუნო მასზე და მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა სწორად რა და ამიტომ თქვი რომ არა, მე ამას ფიზიკურად ვერ შევძლებ, არ შემიძლია და მე რაღაცა ისეთი რაღაცეები ვიპოვე, რაც უკვე შედარებით საინტერესო იყო. და არ იყო, თქვა, რთული და არ იყო ისეთი საპასუხისმგებლო, როგორიც მაგალითად მოხუცის მოვა. რამდენიმე წლის თავზე რა სიტყვი, როგორ მიგიღო ამერიკამ და როგორ მიიღე ის შენ? იცი რა არის ამერიკამ, მე ძალიან ბევრი რამ მომცარისი მადლობელიც ვარ, ძალიან მიყვარს. ამერიკა როგორც ქვეყანა ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს ეს ქვეყანა, თავარია როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს, თავარია რამდენად აი ესე ვიქმიდივართ, რამდენად მომთმენი ხარ, რამდენად შეგიძლია რომ ისწავლო ახალი რაღაცეები, იმიტომ რომ ამერიკაში რაც არ უნდა მაგარი იყოს შენს პროფესიაში, რაღაც ეტაპი გჭირდება რომ სხვა პროფესიაც შეისწავლო, განაისრემის გააგრძელო, მაგალითად დროებით ახლა მე მაგალითად ბარმენობა ვისწავლე. წარმოგიდგენთ ალკოჰოლს არ ვსვამ საერთოდ, არ მიყვარს, მაგრამ ხო იქ ვისწავლე, ლიცენზია ავიღე და მუშაობდი, ნუ თავიდან რაღაც ის ადგილებში, რაც არ იყო რაღაც სახარბიელო, მაგრამ ნელა რაღაცა ისეთ სასტუმროს ბარებში მიმუშავია, რაც ახლა ადამიანისთვის, ვისთვისაც პროფესიაა ბარმენობა, ძალიან ისეთია რა. კარგი და შეიძლება საოცნებოც კი. ამერიკა რატო გადაწყვიტე? ხო, ამერიკა იყო რაღაცა რაც თავი მახსოვს. ხო, გინდოდა. ხო არის რაღაცა ცხოვრებაში ეტაპი, ყველას გვაქვს ეს რა, რაღაც ასაკია, საიდანაც გვახსოვს საკუთარი თავი, ხო? მანამდე აი არ გვახსოვს, როგორები ვიყავით, რა გვინდოდა, რას ვაკეთებდით. მე რაც საკუთარი თავი მახსოვს, ამერიკა იყო ჩემი აი რაღაცა არ ვიცი, ძალიან დიდი მიზანი. ამერიკული ოცნება. ხო, არ მიყვარს ეგ სიტყვა რა, მაგრამ ხო რა მინდოდა რა, ეს თითქოს აი, ხო იცი რა, აი რომ გძნობ ადამიანი, თითქოს იქ რაღაც გელოდება, ან ვიღაც გელოდება, იქ რაღაც არის შენთვის ერთი სიტყვი და იქ უნდა ჩახვიდე, ეს უნდა მოსინჯო და მე ზოგადად ადამიანი ვარ ძალიან რისკიანი. მაგარია. ხანდახან არ არის ეგეც, მაგრამ ხანდახან არც კი ვფიქრობ საერთოდ რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს, იმიტომ რომ ძალიან რისკიანი ვარ რა. მაგრამ ნუ სადაც ვარ, რეალურად ვარ ამ ხასიათით. ხო და ამიტომ კი ამერიკას მინდოდა ძალიან რა. რაღაცა სულ შეგრძნება მქონდა, რომ იმ ქვეყანაში თითქოს აი
იქ ჩემი რაღაცა პატარა ადგილი იყო, ჩემთვის შენახული იქ და იქ უნდა მივსულიყავი. ამერიკელი და ქართველი ხალხი რით განსხვავდება ერთმანეთისგან აი მაინტერესებს. ხა მეკეთვი რაღაცას. მე საქართველოში როცა ვცხოვრობდი, ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო, იცი რა, რომ ქართველები ვარ ძალიან თბილი ადამიანები, რომ ჩვენ რომ ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ ერთმანეთს ვეხუტებით. ჩვენთვის ძალიან ბუნებრივია, რომ მე მაგალითად შენ საყვარელი კერძი გაგიკეთო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ის გიყვარს. აი ამერიკელებს მაგალითად ეს სითბო რაც ჩვენ გვაქვს, ეგ არ აქვთ. და რამდენჯერაც მე ეს გამომიმჟღავნებია მათ ჩემი ამერიკელი მეგობრების მიმართ, ყოველთვის მათი რეაქცია არის რაღაცა კარგი რა, მართლა რატო აკეთებ ამას რა, იმიტომ რომ მათთვის ესაა ძალიან დიდი რაღაცა სიახლე თუ სიურპრიზი, ვერ იგებენ თვლიან რომ რაღაცას როცა აკეთებ, იმიტომ უნდა გააკეთო, რომ ვთქვათ ვალდებულება გაქვს და ასე შემდეგ და ჩვენ ქართველებიც როგორი ხალხი ვართ, აი ჩვენ ოღონდ ვინმე შეგვაყვარე რა, ჩვენ ოღონდ ვიზრუნოთ ადამიანზე და ძალიან კარგი მასპინძლები ვართ, რატო? იმიტომ რომ გვიყვარს ადამიანების გაბედნიერება ჩვენშია რა, აი მართლა ეხლა ზუსტად ვიცი, აქ რო შემოვიდეს ეხლა რამოდენიმე ადამიანი, აი ყველანი ვინც აქ ვართ, აბა მოდი გენაცვალე და აბა ეს გოგო და აბა სუში ხო ხდები ან რაღაც აი ჩვენშია ეს ყველაფერი და ამერიკელებს ეს არ გააჩნიათ. ამერიკელები ცხოვრობენ ძალიან არ მინდა რომ ინგლისური სიტყვა ვთქვა, სქეჯულით ცხოვრობენ. გეგმიურად. კი. დაგეგმილად ცხოვრობენ მოკლედ ამერიკელები რა. აი ხა მე ამერიკელ მეგობრები რომ მყავს მაგალითად თავიდან ძალიან მიკვირდა რომ აი გადავხედავ ხა მე ჩემი კვირის რაღაცა საქმეებს და გეტყვი როდის მეცლება რომ გნახო. რას ნიშნავს გადახედავ? რას ნიშნავს? იმიტომ რომ ხა მე აქ მიჩვეულები ვიყავი, მე რომ მომინდებოდა და მივიდოდი ჩემს საუცხო მეგობართან ისე დავაგაკუნებდი, ის თუ სახლში თუ არ იქნებოდა სახლში ისე შევიდოდი რა, ვიცი მოვიდოდა უდესმე სახლში ხო ხდები, ანუ აქ იმდენად სხვა ურთიერთობები გვაქვს და იქ ხო რომ მითხარო, აი იცი პარასკევს მცალია 2 საათზე და მოდი წავიდეთ ლანჩზე თუ რაღაცა, კი რას ნიშნავს? ცოტა ვერ გავიგე. მაგრამ მე უკვე ძალიან მივეჩვიე და მეც ეგრე ვცხოვრობ რეალურად. იქ ეგრე ვცხოვრობ, მაგრამ აი აქ რო ჩამოვდი რა. აქ ეგრე მიდი. აი ყველაფერი რაღაცა იკარგება სადღაც ხო ისე ვის ძველი ის ხდები რა ქართველი აი გენაცვალე რაღაცა მამა პაპურად გემბრიოთ ხო მავიწყდება რა გეგმარის გეგმა აბა ეხა აი ძალიან ქართულად და გემბრიოთ ხო და ეგ ძალიან უკვირთ. რა თვისებას დაამატებდი ამერიკელებისგან საქართველოში? არანაირ თვისებას არც დავამატებდი, არც ქართველში, არც ამერიკელში არავის. იმიტომ რომ მთელი ხიბლიც ეგ არის, რომ ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. ქართულის ხიბლი არის ეგ. რომ არის აი ეგეთი რა. მე აი დედას ფიცა ვარ, იმიტომ არ ვამბობ რომ მეც ქართველი ვარ. მე ჩვენნაირი მეორე მართლა არსად არ შემხვედრია. თავისი მინუსებით, თავისი პლუსებით. ძალიან ორიგინალური. ძალიან ორიგინალური ვართ. ოღონდ მართლა და თუ კი ახლა ჩვენ საუბრობდით ჩაწერის გარეშე საუბრობდით რომ რაღაც ამერიკაში თქვა ამერიკელ ადამიანებთან რომ აქვს ურთიერთობა პატრიოტი იღვიწებს ჩემში რომ რაღაცა ყველას გაბაცნო ეს ჩემი ქვეყანა და შევაყვარო და ისინი ოღონდ გუწრფელად აი რომ დაინახო მათი ემოციები რაღაცეებს რომ ვუყვები ქართველებზე და თუნდაც მეც როგორი ვარ ძალიან უყვირს და ამბობენ რომ აუ რა მაგარია მე ერთი მეგობარი მყავს ამერიკელი არ დამავიწყდება K-pop-ით მოკლედ აი სუ ქართველები ახალგაზრდები და აი ქართულად K-pop-ით იქ რაღაც აჭარულია ჩართული ზოგი ცეკვავს ზოგი სვამს ხო ხა აი ქართული გემრიელი K-pop მიდის და ეს ბიჭი ზის რა შოქშია ვერ გაიგო საერთოდ რა ხდება და ესე მეძახის რა და თქვენოს ესეთები ხართო მეკითხავ და კითხო აბა რა თქვა აბა რა მეთქე მართლაო და კითხო აუ მეც მინდა რომ ქართველი ვიყო. Quincy Brown-ზე უნდა კითხო, ფავდედის შვილობილზე, ვიდეოც გავრცელდა რომ მოსაუბრობს ქართველი მეგობარი მყავს მეო და შენი გულისხმებოდი და ასევე დაგვიანონსა ზაფხულში რომ ახალი კლიპი, სიმღერა, კლიპი არ ვიცი, მაგრამ სიმღერა დაანონსდებოდა. დაანონსეთ იქნება მალე ალბათ და მომიყევი ამაზე და ძალიან მაგარია რომ ესეთი ცნობილი ადამიანი გაიცანი და ესეთ გზას დაადექი მოკლედ რა. მართლა ვარსკვლავურ გზას. ცდილობ.
ხო და ეს როგორ მოხდა გაცნობა თუ შეიძლება რო გითხრა და თუ იცნობ ესეთ ადამიანებს ცნობილებს კიდე ვიღაცებს კი ხარა ვიღაცებს ხო ვიცნობ რა თქმა უნდა მაგრამ Queens-თან ძალიან ახლოს ვარ და სად გაიცანი სად მოხდა შეხვედრა Queens-ი იცი როგორ იყო ერთი სიმღერა აქვს Queens რომელიც მე ძალიან მომწონს და მე ზოგადად გიждები აი ნებისმიერი არტისტი ვინც არის არ აქვს მნიშვნელობა იქექვა მიყვარს მათი ისეთი სიმღერების რაც ნაკლებად ცნობილია რაღაცა ნაკლებად გაფაფსავებულია რა იმიტომ რომ რაღაცა მიყვარს რა მაინტერესებს და ერთ-ერთი ესეთ სიმღერა ვნახე Queens-ის და მე ძალიან მომეწონა რა და რაღაცა აი არ მახს თვითონ ყვება რაღაცა მაგი თვითონ უფრო ახსოვს მგონი ეგ ისტორია სტორი დავდე თუ არ ვწდები Instagram-ზე ეს 1 წლის წინ ხდება ეხა ეს ამბავი სტორი დავდე Instagram-ზე დავადე ეს სიმღერა და ნახა შემთხვევით ხო თან ახო ანუ შემთხვევით ნახა აი მოდი ეხა შემთხვევით არაფერი არ ხდება ხო მე რა თქმა უნდა არტისტი რომ არ ყოფილიყავი ამ სიმღერას არ გააზიარებდიო რა იმიტომ რომ ნაკლებად მოსმენადია ეს სიმღერაო რა და ნუ მე დაათვალიერე მოკლედ ეს ჩემი სიმღერები ასე შემდეგ და მომწერა ხო რომ ძალიან მოეწონა ჩემი ხმის ტემბრი და ნუ მაკლ ძალიან დავმეგობრდით მე ძალიან ბევრი მოვუყევი საქართველოზე და პირველად რომ შევხვდი ესე ფიზიკურად ერთმანეთს რომ შევხვდით პირველად მაშინ მკითხა ესეთი რაღაცა რომ შენო ჯორჯიადან ხარო ხო მეკითხება და კი მეთქი ჯორჯიადან და მეც ჯორჯიადან ვარო და მეთქი ნუ შენ შტატიდან რა და კიო მე შტატიდან ვარო და მე ისიც ვიციო რომ თქვენო მეორე სახელიც გაქვთო და კი მეთქი საქართველოს თქო რა და აიო მე რამდენჯერაც ვამბობ რომ ჯორჯიადან ვარო ყველას გონიო რომ საქართველოს და მე კაი ხა მეთქი რა ვის გონი ხარ ეხა შენ საქართველოს რას ყვები ეხა რა და პირიქით იყო ადრე არა მართლაო იმიტომ რომ წარმოშობით არის ეს ჯორჯია შტატიდან Queens-ი რა იქ არ ცხოვრობს მაგრამ წარმოშობით არის იქედან და როცა ვამბობ რომ I'm from Georgia they think that I'm from the country Georgia you know და მე სუმაგას მეკითხება რომ მართლა გავარ ქართველს და კი რავი მე თინ კარგი რა ვიცი გავხარ ხო და ძალიან შევაყვარე საქართველო ძალიან მოსწონს ბევრი რამ მოსწონს ქართული და ძალიან უნდა აქ ჩამოსვლა უფრო კარგად უნდა გავიცნო ეს ქართული ტრადიციებიო ხო თვითონ ისეთია რა ძალიან თბილი ადამიანია რა და რა ვიცი მუშაობ სიმღერაზე რომელიც უკვე ძალიან მალე გამოვა ზაფხულში და არა მხოლოდ ერთ სიმღერაზე რეალურად კიდევ არის რაღაცები რასაც ვაკეთებთ მაგრამ ხო კარგია რა ძალიან მაგარია იმიტომ რომ ხა Queens-ის ვიდეოსაც მართლა მილიონობით ნახვა აქვს და ძალიან ცნობილია და ამასთან დუეტი შენთვის ხო ძალიან მაგარია რა ეგ არის რა ანუ მე ძალიან აი რაღაც ისე გამოდის მაგრამ ძალიან მჯერა რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი დრო. რომ ყველა ადამიანისთვის მოვა მისი დრო რა. დღეს თუ მაგალითად შენი დროა, ხვალ შეიძლება ჩემი იყოს რა და მე იმდენად მართლა ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატებაც რა რაღაცა მეც მგონია რომ ჩემთვისაც რაღაცა კარგი იქნება რა, ჩემთვისაც მოვა რაღაც კარგი და მოვიდა მგონი რა ვიცი. კი, ხო, იმიტომ რომ სხვის კარგიც რო გიხარია და გულწრფელად სუფთად რო უყურებ ამ ყველაფერს, აუცილებლად თან რო შრომობ და ისე რო არის ხო ხა ესე ვიჯდები და მოვიდეს მეკეთილი ვარ. ხო, აი დისციპლინაზე მაინტერესებს რა მართლა მაგაზე კითხვაც ქონდა, აი რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინა მართლა, რომ აი არ მიუხედავად იმისა, რომ მეზარება, ყოველთვის ხო არ ვარ ხასიათზე. აი ხა მაგალითად სიმღერა ხო ისეთია, რომ სიმღერას ხასიათი უნდა, მაგრამ სულ ხო არ ხარ ხასიათზე სიმღერას. უნდა გააკეთო, არა მარტო სიმღერა ზოგადად ყველა პროფესიაში საერთოდ დისციპლინა გჭირდება რა, აი შეიძლება საერთოდ არც გეცეკვებოდეს, არც გემღერებოდეს, არც იმის ხასიათზე იყო, რომ წახვიდე მოლარად იმუშაო მაგალითად, წახვიდე დაალაგო, აი ზოგადად რა ნებისმიერი პროფესია ხო ხდები, მაგრამ უნდა გააკეთო. აი დაღლილმა უნდა გააკეთო. ირილით უნდა გააკეთო. აი გული რომ მძიმედ გაგდა, ის თქვა რომ გიჭირს, უნდა ადგე და გააკეთო. მაინც ოღონ ძალიან რთულია. ქონია ალბათ ესეთი შემთხვევები, ხო გიტირია და აი ისე ხარ, ხო? ვერ დავიჯერებ, რომ სამხაროდ ვერ დავიჯერებ, რომ არის ერთი ადამიანი მაინც ვისაც ეგ არ ქონია. თუ არ ქონია, ღმერთო ძალიან კარგია და ძალიან ბედნიერია ეს ადამიანი, მაგრამ კი არის ყველა ცხოვრებაში არის ეგ ეტაპი რა და
თავარია ხო, თავარია რამდენად გვაქვს ეს დისციპლინა და რამდენად გვაქვს ეს გამძლეობა და იმის იმედი, რომ დღეს ესეა, მაგრამ ხვალ იქნება უკეთესად. კი, და შენ ძალიან მაგარი ხარ, რომ აი შენ შექმენი შენი თავი შენი შრომით. ხო, აი ეგ შემიძლია კი მართლა თქვა 1000%-ით, რომ ჯერ ხა ისეთი არაფერი არ ხო, მაგრამ რაც შევქმენი და სადაც ვარ, კი, ყველაფერი ჩემით, მაგრამ ემოციურად, რაც ყველაზე მთავარია ამ საკითხში, გვერდში დგომა ადამიანების, იმის მოსმენა, რომ იცი რა შენ ამას შეძლებ, მარტო არ ყოფილვარ. ყავდა დედა, ყავდა ოჯახის წევრები, ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე მეუბნებოდნენ, რომ შენ ამას შეძლებ, მიდი ბოლომდე ცოტა აქამდე დედამიწის ხოლმე თქმა, როცა რაღაცა არ გამოდის, როცა რაღაცა თქვა არ მომწონს და ეს ხანერდო ყოფილიყო, კაი რა, მეტყვი ეს ნახე სად მოვედით. სადაც აი აქამდე რომ მოვედით, ესე იგი შეიძლება უფრო მეტიც და უფრო წინ წახვიდე და მიდი რა. ხო და ხა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხო? კი, რა თქმა უნდა, მარტოც ის ამ ადამიანი ამ ემოციური მხარდაჭერის გარეშეც შეძლებ თუ ძლიერი ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია. კი, მართლაც. ძალიან კარგია. მე ერთი პატარა კითხვარი მაქვს მომზადებული. ოკეი. სიამოვნებით. ნუ ქართულად ვიტყვი, წითელი დროშა და მწვანე დროშა რა. ოკეი. რას დაუწერ წითელს და რას მწვანეს. ანუ რა არის ცუდი და რა არის კარგი. ხო, ოღონდ აი მაგალითად ეს არის ხა მეორე, ანუ ბიჭებზე მაგალითად, მეორე ნახევარი ესეთი რომ ყავდეს, კარგი მწვანეა თუ წითელი. ხო, მოდი. ოღონდ ისეთია სასაცილო. ოკეი. თუ ბიჭი პასუხობს რამდენიმე საათის შემდეგ, მწვანე თუ წითელი დროშა. მწვანე დაკავებულია შეიძლება. პაროლი აქვს ტელეფონზე. უნდა კონდეს. მწვანე თუ წითელი? მწვანე. მოდა საყოლილი არ არის და ჩვეულებრივად იცვამს, მწვანე თუ წითელი? ყოფილთან მეგობრობს? გააჩნია აი ვერ გეტყვი მაგაზე მწვანე თუ წითელი, იმიტომ რომ გააჩნია რა ემოციური კავშირი ჰქონდა იმ ყოფილთან, გააჩნია ოჯახები რამდენად ახლოს იყვნენ, რამდენად ძვირფასი, ნუ მოკლედ ხო ხდება. გააჩნია სიტუაციას. გააჩნია სიტუაციას, კი. ყოველდღე სელფს იღებს და დებს. ვიცი, ვიღაცა შედეგ მოწონს და იღებს, იღოს რა. მწვანე. ხო რა ვიცი, მწვანე იღოს რა. გეგმებს ბოლო წუთზე ცვლის. აი ეგ წითელი. წითელი. ცოტა დაგვრჩა, მეგობრებს შენზე ყველაფერს უყვება. ალბათ აშიტირებულია ჩემით და უყვებოდეს, კი მწვანე. და ბოლოს იშვიათად ამბობს, მიყვარხარ, მაგრამ ქცევით ამტკიცებს. მწვანე. ძალიან დიდი მადლობა. მოდი, ჯერ ეს მინდა რომ დავაგემოვნოთ. აბა. ნემსი და ძაფის ჩასადები. აი, ჯეროდეს ეს უნდა გახსნა და ამაში უნდა იდოს ნამცხვარი. აქ ეს არის დანიური ქუქისები, რომელიც ასევე სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ მეგობრებო. არაქით არის გაკეთებული და ეს არ არის ნემსი და ძაფის ჩასადები ამჟამად, თუმცა შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ შემდგომში. ეხა ეს უნდა ვჭამე. კი, მართლა. ეს უნდა მივირთო, რა გურისუნია. აბა დავაგემოვნოთ ნემსი და ძაფის ნაცვლად თურმე ყოფილა ქუქისები აქ. ეს მხიბლავს, ან ეს ერთეგი ვიყო, ხო? გემოზე მე მგონი კი. ის. კი. სხვა შორის არ არის ესეთი ტკბილი, რომ ვერ მიიღოთ რაღაც, ხა მე ტკბილი არ მიყვარს და ეს ჩემთვის ძალიან ნორმალურია. იდეალურია ჩაისთან, ყავასთან მისაყოლებლად. მართლა რა ტკბილი ესეთი, ხო? მართლა კაია. დანიური ხარისხი ასეთი ეგენიცვარი ალბათ. აუ არა, ძალიან კაია. კი. მეგობრებო, სპარში შეგიძლიათ შეიძინოთ დანიური ქუქისები და ახრამუნოთ. მოკლედ, სპარი გადმოგცემს ამერიკულ კოლას, ასევე დანიურ ქუქისებს. მე ნემსი და ძაფისთვის გამოიყენე. კი, აუცილებლად. დააგემოვნე. აუ, ძალიან საჩუქრებით გამიშვა და მე ძალიან უხერხულად გძნობ თავს, რომ არა, გენაცვალე, რაც საბობ. უსაჩუქრად მოვედი. და აი ბოლო უნდა ეს დაგაგემოვნებინო ეხა. კი. ასეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აქ არის მოკლედ სხვადასხვა სახის შოკოლადი უშაქრო. შენ არჩიე და უბრალოდ თუ გინდა ერთი ლუკმა გამისინჯე და რაც შეაფასე. მე მოგშენ მხოლოდ ერთი, ხო? კი, ერთი რა თქმა უნდა. ეს არის ქოქოსი. ეს კარამელი ცოტა თბილია. ეს ვაფლი.
ოკეი, შოკოლადი აქვს შიგნით. ხო, და ამას თხილი. კაი, მოდი ამას გავსინჯო. ქოქოსი. კაია, ხო იცი? ზაფხულს უხდება ქოქოსი. კი. ო, კაია. ამას დავიტოვებ რა. ხო. დაიტოვე ეგენიც, სხვათა შორის ბომბარი შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის, ფრესკოს, აგროჰაბის, ევროპროდუქტის ფილიალებში. ძალიან ბევრი კმილეული და საჩუქარი დღეს კი გაგატანე, მაგრამ რა თქმა უნდა, ბომბარსაც ძალიან უყვარს ჩემი სტუმრების გახარება. ვაი. და ბომბარიც გადმოგცემ, სხვადასხვა გემოებია აქ, უფრო მრავალფეროვანი. შეგიძლიათ აკეთოთ. დატვირთული მოვდივარ დედა შენთან. ძალიან მიხარია, მოკლედ ჯანმრთელობაზე გემრიელად მომწონს. მოკლედ გემრიელად მივირთვი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, ჩემო მალიბუ. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა. ძალიან მისიამოვნე. მეც. ძალიან მომეწონა. სუში ხომ მოგეწონა? კი, სუში მომეწონა, კარგი იყო ნამდვილად, მაგრამ შენთან საუბარი უფრო მომეწონა. მეც ძალიან მომეწონა, კარგად ვისაუბრეთ სხვა თემებზე და მინდა რომ ულები წარმატება გისურვო შენ საქმეში. ასევე. როდემდე ხარ ისე თბილისში? აი ეგ არ ვიცი და რატო არ ვიცი. ძალიან ესეთი გეგმები გვაქვს, მოკლედ ვფიქრობ 1-2 კონცერტი შეიძლება გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან მენატრება ხარ მსმენელი. ასე რომ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ აგვისტოს შეიძლება აგვისტოს დავრჩი, არ ვიცი ჯერ ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. წარმატებები ბევრი. მადლობა, ეს იყო მალიბუ ტუღუში. თქვენ კი გაუცლებად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და მომავალ შეხვედრამდე.